2016 წლის ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში შედგა. მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ, ასე ეწოდა სემინარს, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გახსნა. სემინარის ფარგლებში დავით ბაქრაძემ პროექტში გამარჯვებული პედაგოგები თავად დააჯილდოვა. Როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი საქართველოში უკვე მესამე ტარდება და მასში სხვადასხვა რეგიონის პედაგოგები არიან ჩართულნი. მთელი წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ევროკავშირის ერთ-ერთი მიმდინარეობის გარშემო სხვადასხვა აქტივობებს ატარებენ. 10 საუკეთესო პროექტის ავტორი კი ესტონეთში შემეცნებითი ტურის ვიზიტის ფარგლებში გაემგზავრება. მასწავლებელი არის მეგზური ევროპისკენ სწორედ იმ თაობისთვის, რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა და რომელიც იცხოვრებს ევროპულ საქართველოში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროპის დღეები სწორედ ამ ღონისძიებით იხსნება და მასწავლებლები არიან ის მთავარი ჯგუფი, რომელიც ყველაზე აქტიურად არის ჩართული ჩვენი საინფორმაციო სტრატეგიაში, იმისთვის, რომ ინფორმაცია სარგებლის შესახებ, რაც ევროპულ გზას მოაქვს საქართველოსთვის, მივიტანოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი პედაგოგები აქტიურად არიან ამ პროექტში ჩართულები. დღეს არის ესეთი შემაჯამებელი კონფერენცია. საინტერესო მოხსენებები იქნება ევროპის და ნატოს თემებზე. ჩვენი განათლების სისტემის ინტეგრაციაზე საერთო ევროპულ სივრცეში ჩვენ ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, როგორც ერთ-ერთი ელემენტს პროფესიული განვითარებისა იმ პედაგოგების, რომლებიც ჩართული არიან ამ პროექტში და ყოველთვის ხარჯს დაუჭერთ ანალოგიურ ღონისძიებებს მომავალში. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ შეხვედრას დავესწარი. ჩვენ ხარჯს ვუჭერთ პროექტს, რადგან ეს მომავლის პროექტია და მიგვაჩნია, რომ განათლება ეს არის ის მიმართულება, რომელიც ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ამიტომაც ახალგაზრდები თავიდანვე უნდა ჩაერთონ ევროინტეგრაციის პროცესში. წლის განმავლობაში ვმუშაობთ იმაზე, რომ მოსწავლეების ცნობიერება მიგვემართა ევროპისაგან პირველ რიგში გვეძებნა ის ევროპული ღირებულებები, რომლებიც დასაბამიდან საქართველოს ისტორიიდან მოიძებნება ჩვენს ისტორიაში, აგრეთვე ქართულ ლიტერატურაში ვეძებეთ ევროპული ღირებულებები და ბოლო ეტაპი გახდათ ის, რომ ჩვენ უკვე გვქონდა იმის მცდელობა ევროპული ღირებულებები დაგვემკვიდრებინა სკოლაში სხვადასხვა აქტივობების საშუალებით.